გაუმარჯოს ხალხნებო. არაფერ ხართ. 8 საათი ხდება. 8 საათი ხდება. ხო, ამ ქათმებზე მკითხეს უყივიანო და კი, ძირითადად ყივიან უბრალოდ მე იმდენად შევეჩვირო, საერთოდ აღარ მაწუხებს. ნუ ერთი ვიდეოს ჩაწერისას მარტო. ეხლა ჩვენ ხო ახალი ტექნოლოგია გვაქვს და უნდა განახოთ ყვავილები ჩემი, რომლებიც დღეს გამოვაბრძანე გარეთ. ამ ყვავილს უნდა ჭიგოსავით, თორე იმხელა აიყლარწა, იმხელა რომ რა იყოს. ტექნოლოგიით მივატრიალებ ხა. ეს ჩემი გვიმრები. ამებს წყალი ეკალდა და ვეღარ დავაყენე საშველი რომ დამესხა და ნახეთ რა მოუვიდა, როდესაც წყალი აკლია ხოლმე წვერები უხმება და ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი. ეს ველური გვიმრა, ტყის მამიდა მომცა. ეს ნახეთ. რა სიგრძე არის. ძალიან ლამაზი ყვავილი აქვს ამასაც და ამას თუთას ვეძახი ჯერ არ გაყვავებულა. აი ნახეთ რა მხელა. ეს ის პოინტი რო ვიყიდე ის არის კალასავით ყვავილი აქვს. ეს ძალიან მიყვარს და ვინც მოდის და ამას ნახულობს ძალიან მოწონდეს. ეს კარუსელა თუ რაღაცა. ეს დიდ ქოთანში უნდა გადავიტანო, რომ აი ასე გავისაქნდეს, ნახე რა სიმაღლეები გაიზარდა ეს. ესეც ამასაც ძალიან ლამაზი ყვავილი აქვს უბრალოდ. ჯერ აღარ გაყვავებულა რამდენი ხანია. და ის იმდენად რბილი აქვს, რომ აი ეს ვაზისის გაუკეთე და მაგაზე ავხლართე, რომ იყოს მასე. ხო, აი მის გადაჭრა მინდა, იმიტომ რომ აიყლარწა და არ ყვავის არაფერი და არა და ლამაზი ყვავილი აქვს ამას და რა ვიცი რატო აიშვირა ეგე ვერ გავიგე. და ესენი. მზე როა ხოლმე ესენი არ გამომაქვს. იმიტომ რომ აფუჭებს მზე. ხო და რადგან ახლა მზე არ იყო, გამოვიტანე დილას დავალბე რო იტყვიან, კარგად მოვწყე და საღამოს შევიტა. ამოვიტანი აი ეს. კუხნა და დაბლითა ოთახი გავაკეთე. რაღა და დავალაგე. და ეხლა მინდა ეს ოთახებიც გამოვწმინდო. ამ ჩემი ახალი ტექნოლოგია. ხო. იმიტომ რომ გუშინაც დამეწარა. გაუმარგლე. ქალივით უბრალოდ გატანა და მესარა და იყოს ახალას მიშლის. ჩემი ლამაზები. განახოთ ჩემი ლამაზები. ტექნოლოგიით გადავიღეთ. აი ისინი არიან. ჩვეულებრივი მამლები. აი ეს და ამ ჩემს აკლემს ეშინია მაგათი. ცოტა გავწიოთ, თორე ის მავიწყდება რომ მეცავ ჩანვა. ეხლა შეეხება აქ ტექნოლოგიური მამლები და დედლები რომ ყავს. ეს ვარიკელაა ჯერ. იქ დედალია რომელიც არ ჩანს. სამაგერად ჩემი მამლები. და იქ კიდე ერთი როგორც უნდა დავაგდო. იქ ყავს კიდე ერთი დედალი რომელიც ერთი ბეჭოა, ძალიან ერთი ბეჭო. და ესეც მამალაა. ნახეთ როგორი ლამაზია. და ამაშიც მამალი მყავს მაგალიაში. იმიტომ რომ დანარჩენებს ცემს. ამ მკვდარებს რო იტყვიან. აი მე ეს ჩემი საყვარელი არის, ნახეთ. ერთი ბეწოა, ხალხნო და ულამაზესი. ამის თავისი გოგო ყავა იქ. სადა ხარ გოგო? გამოდი გოგო. ჩემა ტექნოლოგიამ სარეცხი დარეცხა და ეხლა ახალი ტექნოლოგია მინდა რომ აკრიფოს. მერე დააუთოოს და ასე შემდეგ. წადი, მიდი. არ გადმომიყარო გნაგავი გავიტანო. მიდი ჩემო ლამაზო, წადი. მოშოდი, ჩქარა.
ცოტა ხანი დავსხდეთ. ცოტა ხი დავალაგე რა გამოვასვთა უბრალოდ ტვერი კი არა და იატაკზე დაბლა, იმიტომ რომ ეგ ამაღამ დამჭირდება. ეს ოთახი და გეტყვით რატომაც. მანამდე უბრალოდ მაღლაც გული რო საგულეს დავიდო დავალაგებ რა. წამოდით, ჩემი ლამაზი ვარდი უნდა განახოთ. ეს ვიყიდე 3 წლის წინ. იმიტომ რომ ბავშვობაში მე ესეთი ხეივანი ქონდა და ძალიან მომწონს რა. ამას აქ დავდებ. აურაკაი სუფთათა ჩვენებს. ეს ძალიან არ გამიგიდებია. ანუ ეს ქონდა ხოლმე და ვიყიდე 25 ლარად ეს ნერგი. და ეხლა წარმოიდგინეთ ეს რო იქნება. აი აქ მაღლა. ლამაზი იქნება. და ამას გვერდზე უდგა ზუსტად ანალოგიური, აი ეს ოღონდ ეს არის მელნისფერი. და ერთად და აქ დგა კიდე გლიცინია. ეს ნახეთ. ლამაზი. ვარდები მე ძალიან მიყვარს ზოგადად. ხო და გუშინ გამიჩნდა ერთი იდეა, რომ რატომაც არა აი აქ რაღაცა ხელოვნური რაღაცები გავაკეთო და მანდაც წარმოიდგინე ხა აქაც რო იყოს ვარდი, ხო ლამაზი იქნება. 3 წელია მინდა რაღაცა შევცვალო, მაგრამ ისე ხდება ხოლმე რომ ვერა რა. ხო და ვიზავრავ ეს. მოდი შევიდეთ კუხნაში, თან ვიჭორავთ და თან ხილს ამოვალაგებ. ბნელა აქ და ავდოთ. სადავდო ეს აი აქ ჯობია. ღია ფანჯარა და კარგად გამოჩნდება. იმ ოთახში იყო ხორცეულობა და რაღაცეები, აი ესენი და სულ ყველაფერი გამოვიტანე გარეთ. ой, აქაც გამოვწმინე და სველზე დავდივარ. ანუ ის ოთახი მოვცალი რა. იმიტომ რომ ეჭვი მაქვს და 99.9 მიასედი თუ როგორც არის, ვიცი რომ ამაღამ ბარბარესთან მოვლენ ბავშვები. იმიტომ რომ ბარბარე ყოველთვის მიდის ხოლმე, ანუ სამეგობროში აქვთ წესად, რომ 12 საათზე მიდიან ერთმანეთთან. ხო და მაინც რომ მზად ვიყო, მოკლედ მე და ლაშა რაღაც წავედით და რაღაცები ვიყიდეთ. ხო. ნუ ეჭვი მაქვს რომ მოვლენ და ეს ეჭვი ვიცი რომ 100%-ით გამართლება, ანუ 99-ით და 9 აღარ 100%-ით. ხო და რაღაცები ვიპოვე რაღაცა ვიყიდეთ მე და ლაშამ, რომ იქ დაბლა იყვნენ. ბავშვები თავისთვის რომ მერ საათამდეც უნდათ მე წავალ დავწვეთ დავიწყე პენსიონერის ასაკისა ვარ უკვე. ახლა შემიძლია ერთი სული მაქვს ხოლმე დაავწვე და ფეხი გავშალო. ვაიმე, ფეხის გაშლაზე დამავიდი. დღეს ფეხები აღარ მტკივა. გუშინდელი, გუშინ წინ მithumedes, იმის წინ მithumedes, მეგონა რომ მე ცეცხლი მეკიდა კოჭების ზემოთ. რაც თურქეთიდან ჩამოვედი მაგის მერე. მაქეგე. ხო, ნუ გუშინ მუშავდი, არა მუშავდი, არა მუშავდი. ხო და გუშინაც მტკიოდა რა, მეგონა რომ მეწყოდა, არც დასიებული მაქვს, არც არაფერი. მე კი არ მეგონა მეწყოდა. დღეს რაღაც აღარ თვალი არ ეცეს. სანამ ხილს ამოვალაგებ და რაღაცებს ვიყიდეთ საფუსნაოები. ეს რა არის? ეს ციცაკის ჩხირებია ნინოს უყიდე. ოლოგი რა ვიყიდე? სევიჩკები. დიდი სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ ბავშვს უყიდე. მე მაქვს ნალექიანი ყავა, მე მგონი მაქვს. კი მაქვს და არ მქონდა უნალექო და ამიტომ ძალიან ჯანი რო არ დამადნეს მეთი და ბევრი არ გადავიხადო ვიყიდეთ პატარა. რა ვიცი, ვიყიდე რა, ბავშვები რა ვიცი, რომელიც დალევენ, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხომ უნდა იყო მზარდი.
ხანდახან მეც მიშლიანელებს. Იდე როშენის შოკოლადები ორი წელი. რატო ამოვალად? და ვიყიდე ხილი. ანუ ეს სასუსნაოები რა. ეს იყოს აქ. ეს პარტი კიდე ხო იცადრე ბაბო და დედა აგროედრე ხოლმე მაღაზიიდან იყოს რაში დაგვჭირდეს ასე ვფიქრობდი აი რაში უნდა დაგვჭირდეს ეხა ის ბაბო და დედა მე ვარ მე ვინახავ და მე ვაგროვებ ხო ზემოთ ასაც არის გამიმზადერა რა არის მორჩით ხო მე აბანოში მიგიხარ ხო მიმასაც სტანზეც გადავივლებ რა ადი ხო და ხალათს და პირსაწვენით ჩამოიტანე რა გჭირს აი მე როგორ ტალახიანია მიდი ადი და მოგაწვდი ადია თუ შედი რა თქვი სარეცხს ვამთავრებ მეთქი თუი რაც არის იგი ჰა დალაგე შენ აი და მილაგი გამოვალაგო და ავანებებ ხალხი დავიწყო სადი მე შეიკარი აუ ყველა სასაცილო უნდა გითხრათ ეხა ერთი რაღაც ნუ ბანანს არ უნდა გავიწყო ამას მე დავჭირი სადღაც 11-დან დავიწყებ რა რომ ვაშლი არ დაშავდეს და რაღაცა სახში მაგ ქალუჩის ხე ეს ნაიდია იმიტომ რომ მივალაგეთ და რაღაცები ბოჭკები რაღაცები გუში ხოს ვავიღეთ და დღეს ლაშამ დააბინავა და გუშინ წირვალუჩა დავკრიფე ბავშვებისთვის ის კი მე აღარ ავდე რომ ეხლა სადაც კიდე დავკრიფე ნინო შეხვედი ჰა? ოწამს მოდი. ოწამს მოვალ. ოწამს მიკარია. მოვიდი. მე აბლაბუდებში გავყავდი. ხალათი და ის ჩაუტანე და თვები აუწი. დიდა თვაშლის სუნი აქვს მეთქი ვერ გეტყვი. ატამი ჩვენი ყოფილა უკვე ხალხნებო ქართული. მე სუნი აქ. ფასები არ ვიცი, იმიტომ რომ შემოვიდა. ჩემი საყვარელი ხილიც რა არის. ზოგადად ყველანაირი ხილი გვყვარს, მაგრამ სხალი. მითო მახსოვს რომ ხუთი ვიყიდეთ. ძალიან მიყვარს სხვათა შორის შარშან აღმოვაჩინე რომ ჩემი საყვარელი ხილი არის მსხალი. იმიტომ რომ ერთადერთი ხილი რომელსაც ვინატრებ. ახლა უბრალოდ ცოტა შეზღუდული რაოდენობით ვიყიდე და არ შევჭამ. რობას მე მივიწყავ, არა მოვიღებ და ბანანსაც მე დავჭრი. და ვიყიდე კიდე გარგალი. მე აკაკი სუნია. მე ძალიან მიყვარს. აგვედგა გარგლის ხე და იმ ხელა ხე, არა ეხაც ადგა. თუ აღარ ადგა. ჩვენ აქეთ იდგა და ის. ნუ ერთადერთ ხელ მახსოვს რაც აქ ვარ, აი მენახიდან პალტაუმი. ამდენ წლის მანძილზე რომელიც დაისხა ბლომად და ზუსტად მაშინ ვიყიდე ჩირის საშუალო აპარატი და იმის მე არ გამომიყენებდი. დღეს უნდა დავთვალო რომ არ მომპარო. ой, ფოტოხას და ამუჩას არ უნდა ამოლაგება რა.
წავიღებ და ისე დავალაგებ აქ. ამებს გამამზადებ ახლა. და ხვალე დილით არა, ანუ ხამოდა გავამზადო ბავშვების ჩოხები და ცეკვის ფორმები და ეგეთი რაღაცები. იმიტომ რომ დღეს დაუგეგმავი რეპეტიცია აქვს, ალბათ გვიან მოვლენ გენერალური რეპეტიცია ფორმებით. იმიტომ რომ ხვალე ჩვენთან არის დიდი გრანდიოზული კონცერტი. დაუცილებლად წავალ. წავალთ და სავარაუდოდ მოვლენ. ნინო დროზე აუ ლაშე გავიდა მანქანით გარეთ და ეს ხო მახსოვს წაღა რომ იქ დავდე და გავვარდი და გავეკიდე რომ ტელეფონი მეთქი ზედდეს მანქანაზე და აუ მართლა შემეშინა მეგონა რომ მანქანით ტელეფონი წაიღო. აი მე შორენა დღეს იცი ვინ ვაბანავე? ეხავე განახებ. ვინ ვაბანავე? ნახე შორენა რა ლამაზი ბავშვი მყავს. შორენა ნახე ეს მეორე ლამაზი ბავშვი არის. მოდი შემოლამაზო. იცი რა კაი სუნია აქ ამ ბავშვს? ჩემი ლამაზი გოგო ვინ არის? დედა ვინ არის? ეს რა არის? გაილოკე? ეს ნახეს. მაგისტრის გაბანავე რომ დაბლა იგორაო. როგორ მიყვარს ეს დებილი? ეს დებილი როგორ მიყვარს და არც იცის რომ მიყვარს და ესე როცა უყვარს ამასაც. ვიმი. ნეტა თქვენა ეწავიდე ბავშვები მივხედო. დავხუროთ კარები. ეს არის დიდი კედელი, სახლის კედელი, ჩემი მეზობლის, მაიას და ზაზას კედელი და მე აღვიქვა ამას როგორც ძალიან დიდი ფურცელი და ერთხელ რომ გამოვა მაია შეიძლება შესალოცი გახდეს დაუხატო კედლები. არა, ოღონდ მაგ გადაწყვეტილებას თუ მივიღებ, აუცილებლად ვკითხავ. რომ გამოვიყენო თუ არა. გამოდი შენაკეთ. გამოდი ახი. წავედი. ნინო ახლა გამოვაბანოდან და მანამდე გამოვაცვევ. უთხოვა ძალიან მაგრად მიყვარდა, მაგრამ რა დამიბარდა თქვენ კაი ხარ ხო არიცი? ჰა? გინე ხა ის მოვარდე ეს გულხეთქებით? გინდათ? აი მე რამდენი ხანია ის არ გამიკეთებია სუიმით, მქონდა შეკრულ და იცით როგორ მეხამუშვება? ხა მოვიყვან და ვნახოთ. პანდა, ხო თქვით რომ პანდაო ეს? აი, პატლა პანდა. ველი დედას. მოვიდა, დედა მოვიდა. მოდი ჩემოლამაზო, მოდი. დაფხაჭრა. მოდი, ჩქარა, ბავშვი, ჩავსვათ. ოპა. ესეთი წვალება ვიცი მე. აი მე. წეღარად შეეხება იმ შოკოლადს, დიდხანს აღარ მოგაწყვეტ. წეღარად შეეხება იმ შოკოლადს, რომელსაც ვაკეთებდი. მოვიტანე ჯერ გამხმარი ტოტები, რომ მეთქი კალათაც გავაკეთებ თქო. მე მივხვდი რომ არ გამოვიდოდა, მაგით გამოვიდოდა, მაგრამ არ იქნებოდა მძიმე ტლანქი რაღაცა და ეხა იქ შოკოლადს რაღაცას არ შეეფერებოდა. მithumetes ისეთ ნაზფერებს როგორიც იყო. ამიტომ უცბად არ ვიცი
არსაიდან მომივიდა იდეა რომ მოვნახე კარდონი ჩემი მარჯვენა ხელია კარდონი ხო და მრგვალად მოვჭერი ის ქაღალდი გადავაკარი შიგ ჩავაბრძანე და ლამაზ პარკს ანყუცვეძებდი რომ ჩრაში ჩამეთ და მიმეცა და ისიპარისა ვნახე ერთადერთი კაი პარკი პატარა პარკები როა და იმით გავატანე ნინოს და ისა ოღონდ უთხარი რომ ამით არ მისცეთ თქვა მოიღე და ისე მიეცით დაგეგმილი ჰქონდათ ბავშვებს მოულაპარაკებიათ რომ წამოვიღოთ შოკოლადებიო, პლიტკებიო და თვალები დაუხუჭინოთ მასწავლებელსო და ჩაულაგოთ ხელებშიო და პლიტკის საყიდლად უნდა წასულიყო ნინო და არ გინდა მეთქი ნინო, აი მას მოგცე მეთქი და ხო არ იცოდა რა. მე ხო იცით რომ ზოგადად მიყვარს წვალება ბავშვებისა და ბოლო წამს აღმოაჩენენ ხოლმე და ისედაც იცია რომ არ გავწირავ ხოლმე და ანუ ყველაფერში იღებენ მონაწილეობას და საკმაოდ ეფექტურადაც. ხო და გამოუღო ეს თაიგული და დედა რა ლამაზია და წაიღო და ოღონდ უთხარი რომ მუჭაში არ ჩაუგდო მეთქი შვილო რომ არ ისაკდეს და ისე მიეცი მეთქი ან ბავშვები რომ დაულაგებენ იმას ესეც მე დაადეთ ხო და ისე გაუხარდა სულ ესე წაიღო მე მოვიდა და იქაო ერთი ბავშვია რა თქო თემო თუ ვიღაცაო რომ აიღო ხელშიო ეს რა არისო და უნდა მოეჭირა ხელიო და მე ვერ შემოვკარი მეთქი შვილო და შემოვკარიო და წავართვი ხელიდან ჩავხედეო და არისო გაფუჭებულიო თორე ალბათ მოკლამდა მაგას ვინ გეკითხება შენი ხო არ არისო და შემოვკარიო იმედია საღამოს იმის დედა არ დამირეკავს ხო და ისა არ ეგონა რომ შოკოლადი იყო და მე ვთქვი რომ შოკოლადი არისო და ძალიან მოეწონაო კაი რაღაცას დაგეგმავე ბავშვები და პეწეწინა რაღაცას რო აკეთებენ. აი ეგ არის სიურპრიზი, ბავშვების მონდომებული და არა ისა ჯობლები რო არიან ხოლმე. მოდი აბა ფული შევაგროვოთ, ვიყიდოთ ისა რა ქვია აგარაკი. სტოლსკამი. მიკროტალღული და ასე შემდეგ თუ როგორც უნდა რა. ხომართალი. ნინო გამოქალო კარგი. ადემანანათი. ხო მოვასწარი და მაინც მოვითქვენ. ხო და ეხა მომავალ ვიდეოზე დაგემშვიდობებით და მე ხილის დაჭრის დროს რაღაცის დროს თქვენთან ერთად გავაკეთეთ მაგ ამბობს სავარაუდოდ. დროებით.